ასე არ ვფიქრობ, ჩემი აზრით მეთანხმებს სხვა შორის ამ იმას, რომ პირველი დარტყმის ქვეშ ხა დგება ყველა ის ადამიანი, ვინც არის ანტირუსული მოძრაობას და რამენაირად აფეილირებული. არ მგონია, რომ ივანიშვილის იდეალი როდესმე ყოფილიყო სხვა ვინმე გარდა პუტინისა და გარდა რუსული მოდელისა და გარდა რუსული სახელმძღვანელოსი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს რუსული სახელმძღვანელოები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოდერნიზებული იქნა სხვადასხვანაირად, სხვა შორის მათ შორის აზერბაიჯანშიც და მივიღეთ კიდევაც დასავლეთისკენ მაყურებელი ქვეყანა, ხო? კავკასიის სამი ქვეყნიდან ორი პროდასავლური გახდა და ყველაზე დასავლური გახდა რუსეთის ჯიბეში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა და პლუს კიდევ რა არის ახლა მიზანი ივანიშვილის, რომ არ მოხდეს კონსოლიდაცია ამ ძალების. და აი ამ ძალების დაქსაქსულობა, ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობა, რომელსაც თვითონაც აქვს შიგნით პრობლემა ოპოზიციას კომუნიკაციის ერთმანეთთან, კიდევ უფრო გამწვავდეს. ამიტომ არის დღევანდელი ხა ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის, როდესაც ჩვენ რეალურად ლიდერი არ გვყავს, ახლა მე ყოველთვის ვადარებ ამ ვითარებას წარსულ იმ ვითარებებს, რომელიც მე თვითონ გამოვიდნილია 90-იან წლებში, პარალელსავლებ. ხო, პარალელსავლებ, ხო. ესე იგი, ამისი დაშვებაც კი მისთვის წარმოუდგენელი ივანიშვილისთვის, რომ ეს სპექტრი, ოპოზიციური სპექტრი მოემზადოს არჩევნებისთვის. ეხლა, რაც შეეხება არჩევნების თემას, ესეც ძალიან საჭიროა თემა, შევდივართ ხო, არ შევდივართ ამ არჩევნებში. ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ლიდერები ციხეში არიან, დანარჩენები ციხეში შესასვლელად ემზადებიან, ესეც ხო, ვთქვათ, ხო, აქ ამ ვითარებაში და ისეც არჩევნო კანონმდებლობაში, რაც შექმნა. კაფიოთ იმის თქმა, როგორ ვიქცევით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს სიტუაციიდან. სიტუაციურად, როგორც კი, ესე იგი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გრძელვადიანად ახლა 2 წლის დავგეგმოთ, ასე უნდა ვიმოქმედოთ, ასე ეს ამის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს უნდა ვიმოქმედოთ სიტუაციურად. არა სიმპტომურად გამკურნოთ, დავა სიმპტომებს უმკურნალოთ, არამედ სიტუაციურად ვიმოქმედოთ და გამოვიყენოთ ნებისმიერი სიტუაცია ჩვენ სასარგებლოდ. ეხლა რაც შეეხება აი ამ დღევანდელ ურთიერთდაპირისპირებას ოპოზიციურ სპექტრში, რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ ამ ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არც ერთი არ არის იმ მასშტაბის ლიდერი, რომელსაც მარტო შეუძლია რომ გაუძღვეს ამხელა მოძრაობას და უნდა კონსოლიდირდნენ იმ ადამიანს, ვერ ახერხებენ. ეხლა ეს არის ვერ ახერხებენ და დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ. იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანის სიძულვილი, რომელსაც აგებული იყო მთლიანად მოყოლებული 2012 წლიდან ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკა აგო ერთი ადამიანის სიძულვილზე და შეაძულა ახლა მიხეილ სააკაშვილის ლაპარაკობ ხო ფიგურა, რომელსაც მართლა ერთადერთი ლიდერი იყო საქართველოს ისტორიაში, ზვიად გამსახურდია შემდეგ, რომელსაც მოახერხა და საქართველოს დააყენა, შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო. ვისაც არ უყვარს ვიღაცას და არ მოსწონს, ეს სხვა საკითხია. ახლა ბევრი რაღაცა შეიძლება ჩვენს კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი, მაგრამ რაც ფაქტია, ხო უნდა ამას ეს ავაღიაროთ და ეხლაც სხვა უკეთესი ალტერნატივა, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ხელს გვიშლის ციხიდან, სააკაშვილმა დაშალა ერთობა, სააკაშვილმა იმას ქნა. აი, ხო იყვნენ ესენი კაცო, სააკაშვილის გარეშე 8 წელიწადი ეს კაცი ციხეში ის გარეთ ხომ იყვნენ ეს ლიდერები, გააკეთა, მოახერხა ვინმემ რამის გაკეთება? შექმნა რაიმე პოლიტიკური პროცესი და თუ რამე პოლიტიკური პროცესი შეიქმნა საქართველოში, ესეც ხალხის დამსახურებით და მერე იმის სახელი, რომ არ გვინდა პოლიტიკოსები, არ დავდგებით პოლიტიკოსებთან, აი ეს ორი რაღაცა აბსურდი. აი ამაზია ახლა გათვლა არაფერი ახლა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ადრე თქვა მე მგონი ლევან სანიკიძემ და ეს ძალიან ფრთოსან გამონათქვა მათ დარჩა. გარეთ ისინი ვერ ერთიანდებიან თავისუფლებაზე და მოუწევთ ციხის საკნებში გაერთიანება. აი ეს ფაქტია. არის თუ არა ეს პერსპექტივა და რაში ჭირდება? აი მოდან სწორად დასვა კითხვა. პოლიტიკური პროცესი არ არის ახლა ისე. ფაქტიურად მკვდარია პოლიტიკური პროცესი საქართველოში. გააცოცხლებს თუ არა ამ პროცესს ლიდერების ციხეში წასვლა და რაში ჭირდება
ეს არ გააცოცხლებს, ვერ გააცოცხლებს ლიდერების ციხეს. მე არა ვარ მომხრე, რომ ციხეში წავიდნენ ლიდერები. იმიტომ რომ ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს. მე არა ვარ მომხრე პასიური, აი ეს რაღაცა რადიკალიზმის, რომელიც მე თვითონ გამოვიარე 90-იან წლებში, არავისთან არ თანამშრომლობდი, არცად არ მუშაობდი, პროტესტს უცხადებდი იმ ხელისუფლებას, არსებულ ხელისუფლებას, არც აი პრაქტიკულად ჩვენი სამზარეულოებში ქვეყანა უნდა დატოვონ. არც ქვეყანა არ უნდა დატოვონ. მე ნიკა გვარამიამ თქვა ამ სტუდიაში და მივხვდი ვიცნობ რამას კარგად. როცა ელენე ხოშტარია ციხეშიაო, მე როგორ შეიძლება წავიდე ქვეყნიდან, ანუ რა ნამუსი მომცემს ამის შესაძლებლობას. ზურა ჯაფარიძეც დაბრუნდა და თქვა კიდეც, რომ ის არ აპირებს გაიქცეს. ეს წასვლა ემზადებიან პრაქტიკულად ნიკა მეოთხეთ მე მგონი ციხეში შესასვლელად, ზურა ჯაფარიძე მეორედ და დანარჩენები კიდე, ანუ ზოგიერთი უკვე არის დევნილობაში. ხო, ეხლა რაც შეეხება აი ამ დევნილობას, წასვლას, ძალიან კარგი იგავარაკი აქვს სულხან-საბა ორბელიანს მყვარი და ბატი, ანუ მყვარი გომბეშო. და ისინი ცხოვრობენ აი იმ ტბასთან და დაიწყება ისა რა ქვია გვალვა და ეუბნება ეს ბატი თავისი ჭკუით რომ ეუბნება რომ წავიდეთო ახლა აქედან დავიღუპებითო წყალი დაშრებაო და ყვარი კიდე ეუბნება არაო მეო ჩემს სამშობლოს ვერ დავტოვებო და ესა გავად რომ ეს ბატი წავა ყვარი დარჩება და ბატი დრო დაბრუნდება ყვარი დახვდება მკვდარი. ეს არის ერთი არჩევანი, რომ ჩვენ დაგვხვდეს საქართველოს ხო თავის შეწირვა და მეორე არჩევანია წასვლა და დაბრუნება, ხო? ეს არის უკვე პირადად ადამიანის გადასაწყვეტი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ რომ ასე იფიქროს, რომ მოდი ჩვენ ეხლა დავტოვებთ და გავიქცეთ აქედან. კი, ყავს ჩვენ ძალიან ემიგრაციას მინდა აქედან შევეხმიან და მადლობა გადავხვალ იმის, იმიტომ ჩვენ ყავს ისეთი ემიგრაცია, რომელიც გაცილებით მეც აკეთებს საქართველოსთვის, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ. გაცილებით მეც არ როგორ იბრძვიანი, არ როგორ გვეხმარებიან იქიდან. მე მყავს მეგობრები, რომლებიც აი ჩემზე აქტიურები არიან, ოღონდ ემიგრაციაში, საერთოდ არ ჩამოდიან საქართველოში და იქიდან გვეხმარებიან ყველანაირად. ამიტომ ემიგრაციაც არ არის განაჩენი, რომ იქიდან შევერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ მორალურად არსებობს კიდე მორალური საკითხი. ხა მე მაგალითად აქედან ვერსად ვერ წავალ, ვერსად ვერ ვიცხოვრებ, ვიდრე ეს მდგომარეობა ამ ქვეყანაში და ისედაც კარგი ქვეყანაც რო იყოს, მაინც ვერ ვიცხოვრებ. მაგრამ ეს არის პირადი არჩევანი. ჩვენ ნურავის ნუ განვიკითხავთ თუ მე ციხეში ჩაჭდა.